დღეს ერთ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე ვისაუბრებთ. ვისაუბრებთ იმაზე, თუ რატომ შეიძლება იყოს სპერმოგრამის ხარისხი ნორმაში, სხვადასხვა ანალიზები ნორმაში, რუტინული ანალიზები, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ დროს ორსულობა არ ადგებოდეს. თანამედროვე მედიცინა გვიჩვენებს იმას, რომ სტანდარტული სპერმოგრამა ხშირად არ ასახავს რეალურ სურათს, რეალურ ფერტილობას. და უახლოესი კვლევები ამტკიცებს და აჩვენებს იმას, რომ სპერმის დნმ დაზიანება, ეგრეთ წოდებული დნმ ფრაგმენტაცია არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მამაკაცის უნაყოფობისა და შეიძლება არსებობდეს მაშინაც კი, როცა სპერმოგრამა ნორმალურია, ნორმალურად და ბრწყალებში ლამაზად გამოიყურება და წარმოიდგინეთ ამ დროს სპერმა არის როგორც მეხსიერების, ასე ვთქვათ, ფენომენი, სადაც ინფორმაცია ინახება, მაგრამ ეს ინფორმაცია არ არის ზუსტი და მთლიანი სრულყოფილი გადაცემა არ ხდება შთამომავლობაზე. გარედან შეიძლება ეს ლამაზად და იდეალურად გამოიყურებდეს, მაგრამ შიგნით შეიძლება ეს იყოს დაზიანებული. კვლევები და ყველა ლიტერატურული წყაროები გვიჩვენებს, რომ დნმ დაზიანება ამცირებს განაყოფიერებას, ანუ ვერ ხდება განაყოფიერება, ვერ ხდება ემბრიონის ნორმალური განვითარება. ამ ყველაფერთან იზრდება ძალიან დიდი რისკი იმისა, რომ ორსულობის დანაკარგები მოხდეს და აქ არის მთავარი პარადოქსი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ იმას, რომ სპერმოგრამა შეიძლება იყოს ნორმალური, მაგრამ რეალურად ფერტილობა იყოს შემცირებული. ამ გადასახედიდან გამომდინარე, ჩვენ შეიძლება ვთქვათ ის, რომ ესა თუ ის სპერმა ამა თუ იმ ქალბატონთან, ამა თუ იმ პარტნიორთან შეიძლება იყოს ნორმალური, ნორმალურად მოხდეს ფერტილობა, მაგრამ შეიძლება სხვა პარტნიორთან ფერტილობა ვერ მოხდეს. ამა თუ იმ პარტნიორთან შეიძლება მოხდეს ფერტილობა და ორსულობა იყოს ბოლომდე მიყვანილი, მაგრამ ამა თუ იმ პარტნიორთან შეიძლება მოხდეს ფერტილობა და ბუნებრივია, რომ მოხდეს ორსულობის დანაკარგი.